მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია პოლიტიკური კვირა. TV+-ზე მე მისი წამყვანი შალო ჩხოლიძე გახლავართ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები მყავს. ბატონი ლევან ჩხიძე, ადვოკატი, უფლებადამცველი და ბატონი რევას ჩალეგავა, ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. სანამ გადაცემას დავიწყებ, მანამდე მე ტრადიცია დავიწყე ესეთი, რომ როცა მოხდება წყვეტა ხოლმე გადაცემის შუალედური, ყოველთვის ჩემ ძირფას ტელემაყურებლებს, რომლებიც ჩემ გადაცემას უყურებენ, არიან შემოქმედებები, ყოველთვის უხდი ბოდიშს გადაცემის წყვეტის გამო. და ამიტომ დღევანდელ გადაცემაში ეს გიხდი ძირფას ტელემაყურებლებს ბოდიშს, რომ ორი გადაცემა ვერ გავიდა ეთერში, ეს ჩემი პირადი პრობლემა იყო გარკვეულწილად. და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყოველ კვირას გავიდეს პოლიტიკური კვირა TV+ ეთერში და ასევე გეტყვით. იმასთან კიდევ გამოვიდები, რომ ეს არის ტელევიზია, რომელიც არის ობიექტური, არის სრულ ფაქტებზე დაყრდნობილი და ასევე არის ტელევიზია, რომელიც აშუქებს ყველაფერს ობიექტურად, რეალურად, აჯამებს. ასევე ჩემი გადაცემაში ყველა სტუმარი, ვინც კი მყავს ეს სტუმარი, ყველა აბსოლუტურად აკეთებს ანალიზს, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რეალურ შეჯამებას და ასე რომ ჩემო ძირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ. სანამ კითხვაზე გადავალ ბატონებს, დავიწყებ იმით შესავალს, რომ ამ ბოლო პერიოდში გასკერძოდ საქართველოში ძალიან სიტუაცია გამკაცრდა, კერძოდ ეს არის სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ნებისმიერ სიტუაციაში ხელისუფლება მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი, რომელიც უშუალოდ კრძალავს სიტყვის გარკვეულ დეტალზე სიტყვის თავისუფლებას. ეს არის მაგალითად თუ სიტყვაზე თქვა ვიღაცას არ მოწონს პოზიცია ხელისუფლების ან რაღაცა სალანძღავი სიტყვა ან გაკრიტიკება რაღაცა, მასთან დაკავშირებით ხდება ზოგი ჯარიმა, ზოგი სისხლის სამართლის დევნა და სხვა რაღაცები და აი აქედან გამომდინარე მე მგონი არ მეწყეთ ბატონ რამაზ რომ როგორც ადვოკატს და უფლებადამცველს ბატონ ლევანთან გადავარ პირველ კითხვაზე და ვიწყებ ესეთ რაღაცას. როგორ შეაფასეთ ბატონ ლევან აი ამ თემას, რაც დღევანდელ ხელისუფლებამ ამ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მიიღო კანონის სახით. ზოგადად ეს არ მარტო სიტყვის თავისუფლებასაც, ზოგადად ადამიანის უფლებები მთელი რიგი შემზღუდავი აქტები მიიღო ხელისუფლებამ, სადაც ყველაზე უფრო საზოგადოებისთვის ყურადსაღები აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული სისხლის სამართლის კოდექსში შესული ერთ-ერთი ცვლილება, ეს არის 316 პრიმა მუხლი, რომელიც შევიდა, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების ორგანოების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით აზრის გამოთქვას. აი ზუსტად მაგ თემას ვეხებოდი, მე იმიტომ სიტყვის თავისუფლებას თუმცა მოდი ესე ვთქვა, ეს ერთის მხრივ სიტყვის თავისუფლებას კი ზღუდავს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული აკრძალვა. ანუ მე რაც წავიკითხე რას ზღუდავს. ზღუდავს ერთის მხრივ რო ამკვიდრებ, ესე ვთქვა, სტანდარტს, ანუ რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი ამუხრის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად. ყოველ შემთხვევაში კოდექსში ასე წერია. როგორ პრაქტიკაში როგორ წავა სამართალდამცავი ორგანოები, როგორ წაიყვა და სასამართლო როგორ წაიყვა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ იქვე საჭიროა რომ მოწოდება უნდა იყოს ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობისადმი. ანუ მხოლოდ ის რომ გამოვიდნენ პატიციონი მოსახლეობა და მეკითხათ რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს არ არის საკმარისი იმისა რომ დაიწყოს სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობა ამავე მუხლზე დაყრდნობით. ანუ იქვე უნდა იყოს მოწოდება რომ მოგიწოდოთ რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ამასთან ერთად მოგიწოდოთ რომ არ აღასრულოთ სასამართლო გადაწყვეტილებები, არ გადაიხადოთ სახელმწიფო ჯარიმები, არ გადაიხადოთ სახელმწიფო გადასახადები, არ დაემორჩილოთ პოლიციელების მოთხოვნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას უნდა შეიცავდეს. ეხლა მომდი ასე ვთქვათ, მსგავსი მოწოდებები ყოველთვის ან კრიმინალურ ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს ატარებდა და ისედაც. ეხლა რომ გამოხვიდეთ და მოუწოდო ხალხს რომ არ დაემორჩილოთ ხელისუფლებას და გადასახადები არ გადაიხადოთ და საბოტაჟისკენ მოწოდებები აკეთო, ეს ყოველთვის დასჯადი იყო მანამდეც, ეხლაც და ამის შემდეგაც ასე იქნება, მაგრამ აქ სხვა რაღაცას ვაწყდებით პრობლემას. ხელისუფლება აღიარა გარკვეულწილად კომპლექსი იმისა და განცდა, რომ მათ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. გვინდა მოდის ვთქვათ, ეხლა ისინი კი იძახიან რომ მე ლეგიტიმური ვარ, რომ იძახეს პრემიერიც, პრეზიდენტიც, მაგრამ
როდესაც ამ დაკვარ კანონს იღებ, ეს უკვე იმის ხაზგასასმელად ხდება, რომ შენ ეს პრობლემა გიდგას. მაგალითისათვის, როდესაც ჩვენ მივიღეთ კრიმინალიზაცია მაგალითად ნარკოტიკული საშუალებებისა, ამით ვაღიარებთ, რომ ნარკოტიკების პრობლემა ქონდა. და თქვით, რომ ეს პრობლემა გვაქვს და ამიტომ ვგზავნებთ ნარკოტიკებით ვაჭრობას, ნარკოტიკების მოხმარებას, ხომ? ან მაგალითად, მოდი ესე ვთქვათ, როდესაც ჩვენ თქვით, რომ მაგალითად აკრძალულია სპეციალური მუხლი გამოყავით 126 პრიმა მუხლი. ხო გაწავედი, ხო? რაც უკავშირდება ოჯახურ ძალადობას. ამით რა ვაღიარებთ, რომ ჩვენ გვაქვს ოჯახური ძალადობის პრობლემა სახელმწიფოში და პრეცედენტი კი არა, პრეცედენტებია უამრავი, ხო უკვე. და ამიტომ საკმარისი იყო რომ გამოგვიყო ჩვეულებრივი ძალადობისგან ოჯახური ძალადობა და 126 პრიმა მუხლად ცალკე ჩამოგვეყალიბებინა. ანუ როდესაც ხელისუფლებამ თქვა რომ ჩემი არალეგიტიმურობის შესახებ გამცდის დამკვიდრება და ჩემდამე დაუმორჩილებლებისადმი მოწოდებას ვაცხადებ როგორც დავახდენ ამის კრიმინალიზაციას აქვედებას, მან აღიარა რომ ეს პრობლემა არსებობს, ამ პრობლემის წინაშე ხელისუფლება დგას. თუმცა პირდაპირ მათ ასე არ უთქვიათ რომ ჩვენ ამას ვაღიარებთ, მაგრამ მეც ეს ნაბიჯი რომ ამ ქმედების კრიმინალიზაცია და დაჟა, აი წარმოგიდგენთ, მე ვარ ხელისუფალი. დრო კი, მართალია, აი მე ვარ ხელისუფალი, ხო? და თქვენ მაგალითად არ მაღიარებთ ბატონო რამაზ. მე არ მაღიარებ თქვენ მაგალითად ხელისუფლად, ხო? ჩემ ხელშია ჯარი, პოლიცია, გადასახადო, ჩემ ხელშია სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი ჩემ ხელშია. და რა სულ არ მადარდებს მე ბატონი რამაზი მე რა ჩემზე რა სიტყვის ხელისუფლება ლევან ჭხიძე კანონიერია ხელისუფალი თუ არ არის კანონიერი ის და მოუწოდებს ხალხს, მაგრამ რახან მე ამის კრიმინალიზაციას ვიწყებ, ესე იგი რა ხდება რომ ბატონი რამაზი რო იტყვის რომ აი ლევანი არის არალეგიტიმური ხელისუფალი, ესე იგი რას ნიშნავს იცი რომ ესე იგი ხალხი ამას შეიძლება დაუჯეროს ხალხმა ამის განცხადებას და ხალხი ამის განცხადება შესაძლოა გაყვეს. ამას ვაღიარებ მე. შესაბამისად, სწორედ ამისგან თავის საშიშროების წინაშე დგას ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს არ გაუკეთებია არჩევნად ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა პუტჩით, ეს არ გაუკეთებია სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა ვარდების რევოლუციით და გააკეთა ხელისუფლებამ, პირველმა ხელისუფლებამ, რომელიც მოვიდა, ასე ვთქვათ, არჩევნების გზით. ანუ მან აღიარა, რომ დღეს მას ლეგიტიმაციის პრობლემა ბატონო შავლე. მოკლედ ბატონო. კი ბატონო, თქვენი შეფასებაც. კი ბატონო, დრო ჩავედიო დროში. ბატონო შავლე. დღევანდელ საქართველოში მოქმედებს ძალა, რომელიც თავის ეკნევს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ეწევა მავნებლობას. მავნებლობას ქვეყნის და სახელმწიფო და ერის წინაშე. ხალხს ეწევა, რომელიც ფინანსება უცხოეთიდან აკეთებს ცუდ არაქართულ საქმეს. რომელიც არის თვითონ ლეგიტიმური, თვითონ გამოდის პარტიის სახელით, თვითონ გამოდის სახელით და უნებს სახელმწიფოს. როდესაც ჩატარდა არჩევნები. ქართულმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. როდესაც აირჩიეთ პარლამენტი. როდესაც აირჩიეთ პრეზიდენტი, აირჩიეთ პარლამენტში პრეზიდენტი. არის ეს აი, შენ ააგიხო არჩევნებში პარტიამ ხო წააგო არჩევნებში, არ მიიღე მონაწილეობა, არ მიიღე ხო? პროტესტის ნიშნად. პროტესტის ნიშნად, თქვა, ქვეყანაში არსებულმა საარჩევნო კომისიამ აღიარა არჩევნები და ქვეყანა არის ყავს პარლამენტი და ყავს პრეზიდენტი, ხო? შენ მთელი 3 წლის განმავლობაში რაც არჩეულია, ხო? ამ თარობას შეგვსაცხებ. პრეზიდენტი არ არის, მე შარის პრეზიდენტი ვამბობ. როცა პარლამენტი არ არის. როცა არჩეული კაცი პარლამენტში არ შედიხარ, როცა ქვეყანას ურევ, ქვეყანაზე ცუს და აუს ამბობ 24 საათი, გამოდიხარ, რომელიღაცა პარტიის წევრი და ამბობ საქართველოზე, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, დღევანდელ სიტუაციაში ამბობ, რომ საქართველოში ტერორისტებს დაძლებენ, უნივერსიტეტები გახსნიან და აბდავენ ტერორისტებს, როცა დღევანდელ საქართველოში გამოდიხარ, იმ თარების დოინდელი გენერალი და ამბობ რომ მე რომ ის ვიყო ეხლა ირანელი ვიყო ვიფიქრებდიო სად დავარტყამდი რომ ქვეყანასო და საქართველოს დავარტყამდიო თუ დაუცველი არისო ამას ამბობ ქვეყნის გენერალი რომელიც თავგენერალი იყო კაპანაძე ბატონი ხო როცა ქვეყანაზე გამოდიხარ ვიღაცა ქორქია გამოდის კიდევ და რეებს ამბობ საქართველოზე ამ ხალხს და ეგრეთ წოდებულს აყოლებ კიდევ ყველაფერზე ქვეყანა შენი არ არის ორწლედი არჩევნები ხო იქნება მოდი და არჩევნებიც მოდი ხო ეს გასაგებია. მისაღებია. ეს გასაგებია. არ ემორჩილები, მაგრამ მაშინ ხელფასას ნუიღებ, პენსიას ნუიღებ, არ ნუემორჩილებ პატრონს, ნუემორჩილებ ქვეყანას მაშინ. ეს გასაგებია, მაგრამ ბატონო ურა ქვეყანას პერი ხარ ჩვენ ქვეყნის. გავიგეთ, მაგრამ მე რა უნდა ვთქვა, იცი ბატონო ეხლა მე რო გამოვიდა, ბატონო შევთქვა რომ ქვეყანა მე კი არ ნამჯის, როგორც დანა ბატონო იურისტი.
მე რა ეს არის როცა მოწოდება არის პოლიტიკური პარტიის როცა მოწოდება რომ არ დაიმორჩილ ამაზეა კანონი მიღებული ვის შეზღუდე საქართველოს თქვენ აზრს ვის შეზღუდე საქართველოს ოპოზიცია ვინ რომელი ოპოზიცია 400 დღეა ქუჩაში ხლე არიან და რეებს უტარებენ მათ ბატონო რა ერთი წამი მე სხვა რამის თქმა მინდა მე ორივე მხარესთან მიმართებაში ვამბობ უბრალოდ მე ისე თქვა მინდა იცი კარგი გასაგებია რომ ოპოზიციის გარკვეული ლიდერები არიან სიტყვაზე ვთქვა ხელისუფლების წინააღმდეგი და რაღაც და იყვნენ მე რა მოდი იყვნენ არა უყურე ამ კანონის საფუძველზე მე ესეთი შთაბეჭდილება რჩება რომ პოლიტიკური ფიგურები არასოდეს არ დაისჯებიან უბრალოდ დაისჯება უბრალოდ აქტივისტები რომლებიც უშუალოდ არიან უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები არავინ დაჯილა არავინ საქართველოს ჯერჯერობით საქართველოს არავინ არ დაჯილა უკანონოდ არავითარ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში მე გამოვიდა ქუჩაში დავდგინე ხეზე უნდა დავიტყურო და არა ამთავრდა ლეგიტიმური მე არავინ არ დამიჯერს ეს არის მოწოდების დონეზე არა მარტო ლეგიტიმური არ არის არ არის აბა უნდა უნდა იყოს მოწოდება და ხილაშელი არ არის საცილოებში რაზე როგორ გამოვიდა გოგოსა და საქართველოს უნივერსიტეტი გასცენ რომელიც ისაო ირანელ ტერორისტებს და ირანის ამზადებს ტერორისტებს ირანისთვის ვინო საქართველოში არის გასცენ უნივერსიტეტიო სადაც მზადდებაო ტერორისტები ირანული ახალგაზრდები და იდეოლოგიითო ტერორისტები მზადდებიან საქართველოში ემზადებაო ტერორისტები ევროპის და ამერიკის აზროვნებად ტერორისტები მზადდებაო საქართველოში გამოდიხარ ხალბატონი პოლიტიკური პარტიის თუ დადები წევრი არა ხარ მოღალატე ქვეყნის არა ეგ ღალატია გვერდით რატო არა აპარატი გამოგზავნა ეცოთი ეს არ არის ქვეყნის ღალატი და მოდი აბა რა არის ამ სიტუაციაში შემოხდა გახანებული ომია შენ სამეზობლოში აბოლევან კაცო გახანებული ომია შენ სამეზობლოში თელი მსოფლიო ერთად გაგიჟებული ერთად ზომება ათქონი კაცო მე რა შენ გამიხარ ამბო რა განცხადება საკეთე ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ვინ ადამიანი და მტერია ქვეყნის როდესაც გავსი განცხადება კეთება პირველ რიგში ეს ხალბატონი ჩემი აზრით მე მაგალითად ყოველგვარი ემოციების და ასე ვთქვათ ეპითეტების გარეშე უნდა დაიბარონ მაგალითად უსაფრთხოების სამსახურში და გამოკითხონ ის ინფორმაცია რა ინფორმაციას ფლობს ის კონკრეტული ტერორისტული მე არ ვფლობ ბატონო შენ ხა ვერ გეიწევს რა იყო მე მაგალითად გაკეთე საკითხი ხო გაკეთა საჯარო განცხადება რო გაკეთა და ხო ის მე დაიბარო არ მინდა ამ ინფორმაციას ხო არის მე გავიგეთ მაგრამ სამართლებრივი მხარე ხო არის ბატონო არ მინდა სამართლებრივი ამ ინფორმაციას ეხლა ამ გულზე ათქვევია წიგა არა ბატონო არ მინდა ამ ინფორმაციას თქვა შენ წამოსულიყო ხო ამ ინფორმაციას ამ ხელგულზე ამ დავალვალებულ რეგიონს რაც ცხოვრობთ ამას ისმენს სხვებიც ხო აი ეს ტაიბრე ეს ამის გამოგვეყნება წერია თარგმნეს უცხოურმა მედიასურმა და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს რომ საქართველოს ამზადებს ტერორისტებს ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ ანუ იდეოლოგიით ეგრე გამოდის ტერორისტების სკოლა არის გასაწევდებელი ამან ეს თქვა რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეს თქვა ეს თარგმნა ხუთმა პრესამ უცხოურმა ხო ეს მე გამოდის ვიღაცა ექიმი იყო დაჭერილი ცხინვალში ის გამოდის და ზუტურებს ტელევიზორში რომ ხშია ჩამოწერდა და ერთი 200-500 ბაკას თქვა რომ მე მოვიწალე ეს დაგდოტო ეს იგი ჩვენ ხალხს წამლავთ ტერორისტებს ვამზადებთ ხალხს მოკრავთ ხალხს ბლოკავთ სიკეთასურობა არა საქართველოს იგი რაიმე ამის რამოდენად შემდეგი არის საქართველო ირანის შემდეგ საქართველო შენ ყველაფერს ეუბნები ადამიანს აი ეს არის ქვეყანა ამას ხო შენ არასდროს ამბობ არა შენ თქვენ ქვეყანა ტერხა ეს არის კანონი მაგაზია რომ ესენი არის ყველა ამ ხაზია მიღებული ასე არის ბატონო შავლექს ეს თქვა არ არის მასე ამ დიდაჭი ეს თქვა საერთოდ სხვა რაღაცას ლაპარაკობ და იმ კანონში სხვა წერია რატომ სხვა მაგაზე იმ კანონში სხვა რაღაცა წერია და თქვენ სხვა რაღაცას ლაპარაკობ რა ერთი წამი უყურე რა ხდება ტრები ქვეყნის მე ამ როგორც ნეიტრალურ მხარემ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი რომ თუ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა როგორც არის ინფორმაცია და ეს ინფორმაცია რეალურია მართლა გააკეთა განცხადება მე ვიტყვი ესეთ რაღაცას რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაებარებიათ გაფუკითხვა დაიბარებენ მაგრამ სამი გაბუჟდა და დაწყებული იყო გამოძიება ინფორმაციის დაიწყებ გუშინ მოვდა ეს ამბავი მე დაიბარებენ მაგრამ ეს ხო გაშღერდა მსოფლიოში კაცო მე ახლა არჩი იმას ეხა თავი კაცო და მეორე კიდე რაც შეეხება იმ ექიმის განცხადებას ხო
თუ მას ეს ინიციატივა აქვს და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ არის გაკეთებული გაწყვეტილება. არა, ბოდიში შეგებდება. რა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ? შიდა სუვერენიტეტიდან გამომდინარე, შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაიმე პრობლემას უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან პოლიტიკურ სიტუაციას, დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას შეუძლია მიმართულ შესაბამისმა უწყებებმა მიმართულ პიროვნებას გამოკითხულ მიზეზი რატო აკეთებს ამ განცხადებას ან რის საფუძველზე გეკითხება ყველაფერი. ამ ორგანოებმა, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ეს საკითხი, ამ ორგანოებმა მოწამლეს თვითონ ხალხი. და შესაბამისად, სად არის ფაქტი? არა, მომისმინეთ. სად არის ფაქტი? ერთი წუთი. მოდი ახლა ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. პირველი, ოპოზიციური მხარე აცხადებდა, რომ იყო გამოყენებული კამიტი, მოდი ესე ვთქვათ. ხელისუფლება თქვა, რომ კამიტი არ გაუმიყენებია, მაგრამ გამოიყენეს სხვა ქიმიური საშუალება. მოდი ვთქვათ, უბრალოდ კამკამა წყაროს წყალი არ შეუსხიათ. შევდაღრეთ ამაზე. იყო გახსნილი ქიმიური საშუალებები და იყო ასევე ამ ქიმიური საშუალების გამხსნელი სხვა საშუალება. ხო, მაგრამ რომელმა განაცხადა ეს ხელისუფლებამ დაადასტურა აღნიშნული და მაგრამ რომ ქიმიაზე გამოიყენა და 2 წელი გავიდა მაგის მერე ეხლა იძიება მას კაცო. მოდი მომის. ვარშავაში ბატონი გებდა ტყოლ ქვეყანა და დავსადეკოთ. მოდი რა კარგად კრიტიკაციები კაცო რა. მოდი კარგად. სისულელეები რა. ეს სისულელეები ბანკი მედიცინის ენაზე ამის მიხარეთი ფაქტი ადამიანი მოწამული მანახე. ეს სისულელეები თქვა თქვენმა მინისტრმა რომელმაც თქვა ჩემი ატო ეს მინისტრი თქვენია ჩემი არ არის დავამთავრებინებთ და დავამთავრებინოთ ეს სისულელეები თქვა თქვენმა მინისტრმა აი შემდეგი ჩვენ არ გამოგვიყენებია კამიტი ასე თქვა რომ კამიტი არ გამოგვიყენებია ჩვენ გამოვიყენეთ სხვა საშუალება და დაადასტურა რომ გამოყენებული იყო დემონსტრაციის დაშლისას ქიმიური საშუალება და ამ არა წყალში იხსნება საშუალება და ასევე იმ ხალხი მოწამლეს ქიმიური საშუალების გამხსნელი არ ვიცი მე რა ქიმიური საშუალება იყო მაგრამ ჩვენ როგორც მოქალაქე გეტყვით რომ როდესაც შენ წყალში გახსნი ქიმიურ საშუალებას და შეასყავს შენ საკუთარ მოსახლეობას ვინც არ უნდა იყო როგორც არ უნდა ფიქრობდე და რა აზრიც არ უნდა რა პოლიტიკურ პოზიციაზე არ უნდა იყო ხარ ნაბიჯვარი ვინც ამას აკეთებ ეს უდავოა ვინც არ უნდა იყო სადღო ფაქტი მანახეთ გაწოდა აღიარა თქვენმა მინისტრმა ვინ თქვა გაწოდა თქვენ საძენია ერთი კაცი მანახეთ ერთი ამხობი ერთი დაზარალებული პირმა დამიყენდა რომ იყო ქიმიური საშუალება აი არ ყოფილა კამიტი მაგრამ იყო სხვა ქიმიური საშუალება ერთი წამი რა უნდა გითხრა ამ გელაძემ რო აღიარა ეს გავიგე მაგრამ იმ პერიოდში როდესაც აი ხალხის დარბევა ხდებოდა დემონსტრაციების პერიოდში გელაძე საერთოდ არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მუშაობდა და არც იყო მინისტრი უწყებელად არ იყო მაგ სტრუქტურული ერთეული და საიდან მქონდა ის ინფორმაცია მაგას რომ ნამდვილად აღიარა ეგ შეიძლებოდა ბოდი შეცამი ბოდი შედრონებას აბსოლუტურად არალოგიკურ რაღაცას მეკითხებით. საიდან თქვა ეხლა რახან მინისტრი ერთი წუთი რა არალოგიკურ საკითხს შეკითხვას ვარ და იმიტომ და გეტყვით. იმიტომ რომ ჯერჯერობით ადამიანი არის მინისტრი და მინისტრი ფლობს ინფორმაციას მის მინისტრობამდე რა გააკეთა მისმა უწყებამ ერთი და მეორე ის რომ არ იყო მაშინ მინისტრი ეს იმას არნიშნავს რომ მას არ აქვს ინფორმაცია რა ხდებოდა მანამდე. ეს გასაგებია გავიგე მაგრამ მე სხვა რამეს ვიზარ ხურე 2019 წლიდან მოყოლებული მიტინგების დარბევას ყვები თლიანად გახარია ხო იყო მინისტრი ჯერ როცა დარბის გარულო ღამე და მე გომელაური იყო მინისტრი ხო შინაგან აი რომელმაც ხოდაშორის დაადასტურა კამიტის ქონა შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურმა კი ეგ მეცალე მხარ და მე მივხვდნენ სისულელე თქვა და შემოატრელეს და ჯერ გააკეთეს ინფორმაცია რომ გქონდაო მე თქვენ არ ქონდა მე თქვენ წინა ხელისუფლების დრო შემოვიდა მე მივხვდი რომ სისულელე თქვენ იმიტომ რომ კამიტის ქონაც კი მე არ გამიგე გამოყენება რომ იმის აღიარება რომ ეს შენ შემოტანილი და დასაწყობილი გაქვს უკვე კონვენციური დაგაშავა სამხილაბარაკი ვარ ეს ხო დადგმული სცენარია აკითხვა ლაპარაკი მაგე იმაში და ასე მოგაწვი გომელაურ მაგიარა თუ არა რომ კამიტი ქონდაო ეს და ნახევარი გავიდა მის მე ერთი ადამიანი მანახეთ მოწამული გაცო თქვენ თქვენ ქვეყანას ვარ კაცო უფრო მოწამლული იყო მე აბა რებსა მოწამა ატო ამოწამა ბიჭო თქვენ შავია და მარშალ დაკაც ადამიანი ხო თქვენ ატომური ენერგია გაკ უნდა დაეცხენ დაანგრიეს დერაკი ხო და არ ხონია არაფერი ის საქართველოზე ხალხ წამლებს დაკრით ეხლა ამდენად წეროს და ეს არის პრობა ქვეყნის ხალხო ერთი ადამიანი ვიყავთ დაბარახოთ ბუტონებელმაც ერთი ადამიანი ნახეთ დღეს წელწად ნახევრის მერე მოწამული სამწყობლოში მისვლა და ფაქტი სახეს დამიდოდო ამ ადამიანებს უწევ რაღაც
თუ ხალხი მოწონოთ დაგისპრეით და სებდადენი გაზით მაგას იყენებს ევროპის ყველა ამერიკა იყენებს ევროპა იყენებს იგივე პროდუქცია ჩვენ საქართველოს არის წარმოება შემოიტანეთ მაგით ჩვენ აზერბაიჯანი ევროპიდან გამოვიყენეთ ის რასაც ყენდა სხვების ეს არის სიმართლე და თქვენ ამას ამბობთ რაღაცა გადახროულად გაწვა არც ამბობთ არ მოწამული არ არის ბატონებო მოიცა ერთი კაცი მანახეთ მაშინ ქიმიურ საშუალებას რო გახსნი წყალში და ხახსნის არა როგორ დავშინე გავრანებული აკაცი ქიმიურ საშუალებას გავშებული უნდა გააწოთ ქიმიურ გაზი უნდა გამოიყენო ანუ მოწავლო ხო არა რომელიც სერცადენი გაზ არ იყენებენ ამერიკაში არ იყენებენ ანუ მოწავლე ჯარიხნებენ ანუ მოწავლეს ადამიანი გამოყარს ყოველიდან მეტი არ ვერდება იქა ანუ მოწავლეს სპრეია მაგ სპრეია და სცენარი გაზია ანუ საწავლავი ხო არა მაგ საწავლავი არ ყავს ადამიანს ადამიანი გამოყარს ძულებო ადამიანი არ გაგიწვიო წინამდე ანუ უნდა გამოყიდო ეს სოლო კაცო ხოლმე შეაჩერო ეს მიტინგი ხარ გავიგე სოფლიოში არის ეს მიღებული პრაქტიკა ხო აკა ბოდიში ნერვულებმა და სიმართლე ეს არის ხო ერთი წუთი თქვენ ახსენეთ ბატონო ერთი წამი თქვენ ახსენეთ სიმართლე თქვი და დაგიჯერებ კაცო გავიგე დამაცადე ერთი წამი თქვენ თქვით რომ ეს არის დაგმულისა მე გეუბნებით როგორც წამყვანი ვალდებული ვარ რომ კითხვა დავსვა შესაბამისი რომ მოხდეს პრობლემა გამართება ხარ შეიძლება რაღაც არა მე კითხვა დავსვა თქვენ ამართლეთ მე თქვა ახლა მე განვადი მისით გამთავრებაზე სულ მაგრამ როცა ამ ხარტრობა ხია ფოყენ სიმაძე რომ თქვა რომ ხარ წამებდა უკაც როცა არ მოუწამდა რატო ქვეყნის ტრობა რატო არის ეს აბა რა ხდება როგორ საკუთარ მოსახლეობას ხუსეინს დააბრალეს რომ საკუთარ წამებდაო წამებდა ხუთეს ხუსეინს ხო წამებდა ქიმური რაგდო ქვეყანა რომელიც საკუთარ ხალხს ქიმური რაგ წამლავს ხო ის არის ქვეყნის მტრედე გასაგები ერთხელ ამას რო იტყვი ორჯერ იტყვი მე იტყვი ტერორისტებს დადებენ მე იტყვი მას და ამას ისმენს ხალხი ხო კაცო ვინა ძალებდა გერმანიის საერთო შეკრება ეხლა იქ არიან ზიან ოპოზიცია გერმანიის ჩვენი ოპოზიცია თუ ხდება 24 საათი გერმანიის ერთს გერმანიის ერთის ბოლო არის თუ არა შეხვდეს გაერთიანებულიეს ყოველ დღე რა გეგმები ხარ გერმანიის ერთს მაგრამ გერმანიის ერთის შეხვდება ვისაც უნდა რა პრობლემაა რა საქმეა პოლიტიკაზე ერთს აქვს ნეკალურმელი რა საქმეა აი მაგ საქმე და შეხვდება აი მაგ ბერლინის პოლიტიკაში კაც მაქვს საქმე და შეხვდი რა პრობლემაა არა ამას ამის უბრალოდ ქართული ხალხი არ მოხდება არ მოხდება უბრალოდ თქვენ ბატონო რამაზ შემდეგ კითხვაზე უნდა გადავიდეთ ეს არის მოდი ხმაღალა მომიდო ბატონო რამაზ მე ვალდებული ვარ კიდე სანამ გადავალ შემდეგ კითხვაზე ვალდებული ვარ მე ჩამშლელი კითხვები დავსვარ და მაგის გამო როგორც ამყარი ვალდებული ვარ ახლა უნდა გადავიდე შემდეგ კითხვაზე და მე ეს კითხვა სვამ ესე როგორ შეაფასებთ თქვენთან განმოვარდა ოპოზიციის მიმართ ვარ თქვენ განწყობილი ნეგატიურად აქედან გამომდინარე მე და განმოვარ ამ კითხვით ოპოზიციური პარტიების საერთო გაერთიანება რომ მოხდა კი ბატონო და ეს გვარამია ირჩი ის კიდე რა ქვია აქეთ ნაციონალური მოძრაობა კიდევ ისა RDP ახალ თავმჯდომარე ყოლია და პირველად დავინახე იმ გაერთიანებას ბატონო ბატონი ზურაბი ხოთიშოვის არის ეროვნული ზურაბ მონღაძე არის ეროვნული დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი 98 წლიდან ხო ხარდავას ბაჩუკ გარდავალო გარდაიცვალა ზურაბ მონღაძეა დღეს თავმჯდომარე რომელიც არის პარტიას ეროვნული დემოკრატიული პარტია ეხა არსებობს არსებობს კი არის აი ხო პირველად დავინახე როგორ თავმჯდომარე ისე ვიცი ვინც არის ხო და საქართველოს სარიშვილი არ არის ბაგათან რამდენი წელია ხო 2003 წლის როდის პარტია პროვდა მაშინაც ქვეყანაზე და როდის უხეთ პარტია როდის პროვდა ქვეყანას ეროვნული დემოკრატიული პარტია რა გაგეთ ამდენი მომდაგან რა გაგეთ რა გამსახურდია პროვდა და როგორ რა გაგეთ რა გაგეთ გამსახურდისთან იყო ოპოზიციაში ოპოზიცია პრობლემა ბატონო რამაზ კითხვის დასმის უფლებაა დამაცადეთ კაცო ფრაზა დავამთავრო ჩამოვაყალიბოაზე თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ხელისუფლების წინააღმდეგ არსებული სულის მიზნით. დადებითად. რა? დადებითად? კი. რატომ და კემენ გასაგებენაზე რო ვთქვათ, ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობისგან გამოსული პარტიების უმრავლესობა გამოსული და შეერთდნენ სამსახურ მოძრაობაში. იქ ვაშაძეს იყო ვინცად კიდე სხვა რაღაცების იყო. ვაშაძე დასაგიდან მოდის კაცო, ხო? ხოლე გადამოდიან გირჩი ვინცით და რა მოხდა მე? გაშტოვა. ხა, მე ოფიციალურად ბატონშავდები. მე წინააღმდეგი და მტელიკება რა ოპოზიციის კაცო. მაგათ ყავს თავისი მომხრეები საქართველოს მოსახლეობაში. ყავთ მომხრეები და ამიტომ მაგენ არსებობდნენ. მე მაგის გავფორმით წინააღმდეგიც ვარ.
როგორ გაც ყავს მომხრე 10%-ია 15-ია თუ 17-20-ია ყავს მომხრე და პატერნი არსებობდა და ის რო მაგინ დაშლილიყო თაცაკე და ერთმანეთს უჭამდნენ და მე კი ბატონო იყო ერთად და ერთიანად ნორმალური აზროვნებით, ნორმალური პოლიტიკური პლატფორმით, ნორმალური მოქცევით, ქვეყნის მტრობით კი არა, მოქცევით კი ბატონო გამოვიდნენ არჩევნებზე მიიღო მოსახლეობის უმეტესობა და მოვძან ფარობაში თუ უნდა თუ ხალხმა მისახმა მე მოხი ბატონო მე დავემორჩილები თან და ჩემ ნერხა დავემორჩილები იმას ვინსაც აირჩევს ქართული ხალხი კი ბატონო მე მტერი კი არა მაგრამ არც მაგათ წარსული მეინტერესებს უკვე წარსული მე ვიყრით მომავალზე ჩვენ ახლა სიმხაზე ვიყრით რომ კი ბატონო მოვძანდნენ კი ბატონო ხალხს მისცეს არჩევნების საშუალება ჩვენ რაც უნდა თქვა ბატონო შალვე და ბატონო ლევან, რაც უნდა თქვა, ჩვენ და არ თქვა, ხო? არის ხალხი საქართველოში, რომელიც არის მომხრე ნაციონალური მოძრაობის. ყავს თავისი ელექტორატი ამ მომხრეების. და არა ცოტა კიდევ, ხო? ყავს. ამიტომ მაგათ უნდა ქონდეს თავიანთი ტელევიზიაც, თავიანთი პრესაც, თავიანთი კანონი უნდა იცავდნენ და ქონდა პარტია უნდა იცავდნენ. მე მომხრე ვარ, ეს განშტოება და ხალხის მოთხოვნა კი არა, ესენი რომელიც ერთ აზრი არიან. ანუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ჯავსაღი და არა ის რა თამაშს თამაშობს. ო, თამაში, გვარამია ცალკევითო რაღაცას ხაბორთ. ხო ვიცით ყველა ერთი იმართება ერთი კაცისგან. ის კაცი ზუსტად ციხეში ხო. ის კაცი ვინც არის ბატონი სააკაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი ასე თუ ისე მომწონს თუ არ მომწონს, შემდგომ ხვალ დამოკიდებული მაგათაც ხავთ ამ მომხრეები და იყო ეს კაცი ვაცელი ქვეყნის პრეზიდენტი ხო. პატი უნდა ვცეთ ასე თუ ისე ხო, ბევრი შეცდომებით თუ დადებითი გაკეთებული თუ ბევრი შეცდომებით. გასაგებია ის ხო. მეუღებლობას ვარ მაგის მართ, მაგრამ კაის ბევრი გაკეთებული პრეზიდენტი იყო ჩემი ქვეყნის და მაგის სულს არ ვიტყვი მაგაზე. არ ვარ მაგის კაცი, რომ ყველა ჩვენ პრეზიდენტს და ოპოზიცია პრეზიდენტს ჩვენ პრეზიდენტს რო ამბობს. არ ვარ მაგის კაცი. კი ბატონო, თუ უნდა მაგის დაისვამ ხელმძღვანელად. არა ეს ნამეტანია. მაგის დაისვამ ხელმძღვანელად. ანუ დაისვამ ხელმძღვანელად ხალხ მომხრე ყავს მაგაცაც კაცო. მაგის მოიწვიონ და არჩეული ხო მოვაღოთ ორდიდაჭი. მიიღო მონაწილეობა. ამით რას ვიქო მეცით? ანუ ლეგიტიმურად არჩევნებით მოხდეს ის. მოვაღოთ პარლამენტში შევიდა 62 კაცი უნდა შევიდიყო პარლამენტში და ყოფილიყო პარლამენტში. რატომ თუ ქვეყანა შენსაც შეოჯა გაშინებულო 60 კაცი აირჩი პარლამენტში, ატყო არ ხარ პარლამენტში. რატო არ იმძი პარლამენტიდან? შენ გონია რა, მე ქართული 20 წევრი კი არ ვარ, კაცემერი ხალხი. მე ხედავ სიტუაციას, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთი პარტია, რომელსაც ქვეყანა გამოყავს აქედან და ქვეყანას სიმშვიდეში ნარჩენს არის ხალხური ოცნება. დანარჩენში ვერ ვხედავ უკეთესწორი ხვალე მივცე მეორეს ხმას. უკეთეს და მანახეთ ბატონები. მე ახლა ბიუჯეტი და მიზღემში არ დაფინანსებულია ბიუჯეტი და მიზღემში არ მოიშოვია და ჯვარი გადამიწერა ერავისთანაც დღეს ვხედავ ქართულ ოცნებას ძალას რომელსაც დაიცავ ჩვენს ქვეყანას ძალა რომელმაც იხსნა ჩვენი ქვეყანა ამ არაულ სიტუაციაში უკეთეს ვერ უკეთეს მინდა იყოს სერიოზულად უკეთესი მინდა იყოს და სერიოზულად არა მეუბნები ხოხმდებით რაც რომ ამათ აღიხსნეს ეხლა კი ჩვენ როგორც ბატონო ლევან გთხოვთ რა როგორც უკრაინის ომის დაწყების დროს სად გვეხაჩებოდნენ ჩვენ თათო რეისები დანიშნით ომში ხალხის გაგზავნით უკრაინაზე მხარის დაკავებით რუსეთში ემბარგოს გაკეთებით თელამბით ეხლა იგივე გვიშვებიან ირანზეც ეხლა ირანში აღმოჩნდა ირანს გვიშვებას კაცშვილი გახსოვს ეხლა კაცშვილი გახსოვს მე გონი შიგა სამძავროს ჩვენ ირანის ამდეგუნდები დაბრაგოთ ჩვენ უნდა გამოვიდოთ ჩვენ უნდა ირანს ბომბარდნა ვიცეყოთ რუსთავებზე ჩვენ უნდა აყავთ დავგმოთ ირანი ასე უნდა ქვეცე უნდა ვქნათ ეხლა იგივე გეთქვენ როგორ ყოფილა მართალი ისწავლე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენ და ნეიტრალური დავიცვათ შესაძლებლობის ფარგლებში არ ყოფილა თუ არა ჩვენ თავის პოლიტიკას სტორი არა ხო ჩვენ ხარ უნდა ვიყოთ არა უკრაინის ხარ უნდა ვიყოთ ეხლა გუჩვი და ხა იმანდა რუმინეთ უნგრეთს დაიჭირა ჩიმირაკიდან 40 მილიონი დოლარი და 20 მილიონი ევრო უკრაინა გენერალს გადახონდა მოდი შეხვდა და ახეთ მოხდა უკრაინიდან და გზაში დაიჭრა ოქრო ნახევა მახინაცია და ჯარსაგზავნის მგონი კიდე ის დამთხეული პრეზიდენტი იმაში გაც ჩვენ და ვინ პრეზიდენტი სადაგზავნის ჯარს ყველა პრეზიდენტი ამბობ რომ იმაში აგზავნის ევროპაში ხმარებიო და იმაში აგზავნის ახლო აღმოსავლეთში ინსტრუქტორებს ვინ თავი გაჭირებია ზელენზე თავი გაჭირებია მაგრამ და ჯარსაგზავნის იმაში დრონების ინსტრუქტორებს ბატონო თქვენ როგორ შეაფასეთ ამ თემას მე დადებით მე შეაფასებ ასე რომ მოდი მოცემულობის სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოში ჯერ კი რაც ხელისუფლება შეცვლილა ყველა შეიცვალა კოალიციური წესით ანუ მაშინ როდესაც იგივე სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 2 წლის შემდეგ
ესეც იყო ხელისუფლება შეიცვალა კოალიციურად. მაშინ ნაციონალური მოძრაობა მარტო ხო არ იყო, ბევრი სხვა პარტიები ახდა. ამასთან ერთად გურჯაანის დემოკრატიულ კი ბატონო, გარდა ამისა, როდესაც იგივე ქართული ოცნებამ შეცვალა ნაციონალური მოძრაობა, მარტო ხო არ მოსულა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. იგაც რამდენიმე პარტია ყავდა კოალიციაში, ხო? ასევე დღეს ერთი პოლიტიკური კონკრეტული ძალა ვერ შეცვლის ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ქართული ოცნება გინდა არ გინდა ფინანსურად საკმაოდ მოღონიერებული ძალაა, იმიტომ რომ მათი კიდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროები ხელში ამ ქვეყნის და პრაქტიკულად ამ ქვეყანას წველიან ყოველ დღე და ეს ფინანსები, რომელიც ამ ქვეყანას უნდა მოხმარდეს და ამ ქვეყნის კეთილდღეობას, ხმარდება ქართული ოცნების პარტიული ბონზების კეთილდღეობას და ეს ფული რა თქმა უნდა იხარჯება შემდეგ პოლიტიკაშიც. შესაბამისად ისინი ფლობენ სახელმწიფო ადმინისტრაციულ რესურსებს, მერკეტებს, ტელევიზიებს და შესაბამისად ძალიან ძნელია ამ პოლიტიკური პარტიის დამარცხება პრაქტიკულად ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ. ამიტომ საჭიროა სერიოზული, სოლიდური პოლიტიკური ერთობა და ეს პოლიტიკური ერთობა შედგა ერთი. თუმცა მარტო ეს არ იქნება საკმარისი, საკმარისი ამას შეიძლება სერიოზული მუშაობა, ოპოზიციას დაჭირდება სერიოზული ფინანსების მობილიზება, ოპოზიციას დაჭირდება ასე ვთქვათ, სერიოზული კადრების, ცოცხალი ძალის, ცოცხალი რესურსების მობილიზება და რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციას დაჭირდება რეალური სამოქმედო გეგმის წარმოქმნა ქართული საზოგადოებისადმი, რათა დაამტკიცოს ქართულ საზოგადოებას და შესთავაზოს, რომ მას აქვს ხედვა, მომავლის ხედვა, როგორ მოაწყოს და კეთილი მოაწყოს სახელმწიფო და კეთილი მოაწყოს მისი ქვეყნის მოქალაქეების მომავალი და რითი ჯობია და რა უპირატესობას თავაზობს ის ქართულ ოცნებასთან შედარებით. მესმის რომ უპირატესობა არის ის რომ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მესმის რომ აღდგება ევროინტეგრაცია, საფრთხე აღარ დაემუქრება ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროპაში, საფრთხე აღარ დაემუქრება ჩვენი მოსახლეობის მკურნალობას ევროპაში, საფრთხე აღარ დაემუქრება ევროპიდან ფულადი გზავნილების გადმოგზავნას საქართველოში, საფრთხე აღარ დაემუქრება ინვესტიციებს და ასე შემდეგ, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გააგრძელებს თავის გონივრულ განვითარებას, რომლიდანაც იგი ამოაგდო ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ 2020 წელს. და დაუბრუნდებით ჩვენ 2020 წლის მდგომარეობას, როდესაც საქართველოს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. დღევანდელი და ახლა გოზდების ხდება საქართველოზე? როდესაც დღევანდელი ხდება. გოზდების დღევანდელი ამერიკის განცხადება მოусმენთ? მოусმენთ. და ასევე დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ჩავჯდებით ისევე იმ ბოლონიის პროცესში, განათლების სისტემა დაუბრუნდება ევროპულ სტანდარტებს, მაშინ როდესაც ჩვენი საკონსტიტუციო სისტემა, ჩვენი საკანონმდებლო ის შეზღუდული დრაკონული კანონები გაუქმდება და ისევ ვიქნებით harmonized ისე ნაციონალური კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა და შეწყული ვიქნებით ისევ ევროპასა და გავაგზავნოთ ევროპის გზას. რაც გაერთიანდა მოხდა, ბოდიში. ეს განცხადება, ეს მგონი ამაში ურევია ვიღაც მესამე ხელი. ისე ძველი სახეები მოყავს, რომ ხალხი ამას ხმას არ მიცემს. იმის მაგალითად რომ ახალი სახეები გამოჩნდა, თუმცა ხალხმა თქვას, რომ ამოვიდა ოსამარ კაში სხვა მინდაო და კიდევ ეს ხალხი გვინდა კაცო. კიდევ ეს ვინც ახლა ინკარია ლიდერები. კიდევ იგივე ეს ხალხი ეს უშანგიშვილი და კიდევ ბოდიშოთა. ეს გინდა. სხვაზე გეუბნები. კიდევ ეს უშანგები გვინდა ძველი უშანგები. რომ დაღუპეს ქვეყანა. გვარამია და ეს გირჩები და მირჩები და ეს ხალხის თვალში მოგება როცემარ და ვიზახოთ ახლა მაშინ რა. ესე როცემ ვერ მოგე. ღმერთო მოგებიან და კი ბატონო. ამა ესენი არ ვერ მოიგებენ რა. ეს ფაქტია. ახალი უნდა მოვიდეს ვინმე ეს ვინ არის ვინმე ნიგად. ისე რა საინტერესო. წნები ქვეყნის კაცო რა. ნაციონალურ მოძრაობაში ახალი სახეები არიან ახალგაზრდები რომ ისინი მოიყვანეს რა უნდა ძალიან ბევრი. ისინი შემოუშვა მაგენ შემოუშვა. როგორ შემოუშვა კაცო რა. შემოშებულები არიან კაცო რა. მი შემოუშვა ბრავი. რა შემომჩნი? იცი სახეება ისე ვიზუელი ხალხია. ბოკერია და ეს ბოკე მე ფერგული კრემურად ბოდის ყოლასა. ეხა ბოკერია და ეს ამან ხალხ ვინ მიცემს რა? ეს ხალხი მთელი ცხოვრება ამან ხმას ვინ მიცემს კაცო? ყველა უყურებს ვინ მიცემს. ვინც აძლევს აქამდე ის მიცემს რა. 20% გასწრები არის არავინ იგებენ ესენი რა. ხალხი ისე ხუდა ეს ხალხი და მოშოდო ახალი სახეები შეიძლება ახალმა სახეება რაღაცა ხნა. იგივე გზაზე მივდივართ კაცო რა. ახალ ბაშაზე კიდე და ისა და ის. ტაშპანდურა ხალხი ვინ არის კაცო წვევი ქვეყნის კაცო რა. მე არის ტაშპანდურა ხალხი. აი რა საკეთებენ ესენი. აი ძიბე გაიწყელა, ძიბე გაიწყელონ ევროპაში დარბია უცხოეთში, აი კიდე ფული შარა. აი ქართული ოცნების ადამიანზე სხვა ქართული ოცნებამ ქართულა მიზმენ აკრაო სიმშილება გაიწყელა. მან ცხოვრება ქვეყანაში ხერბაზი და პენსია თავმოიგდება, ქართული ხერბაზი თავმოიგდება.
გეხედეთ ქალაქს, გეხედეთ სოფლებს. ქართული ოცნების ყველაფერს სხვაზე როგორ ამოვთქვა. ყველაფერი ხუთიანზე გვაქვს. ნაციონალურ დროს ტელეფონს ვდებდით. სახელმწიფო კომისია ნაციონალურ დროს ტელეფონს ვდებდით. ელემენტს ვიღებდით გვერდიდან. ხო, სახელმწიფო კომისია შექმნეს. ნაციონალური მოძრაობა ეროვნული სული ამოაწყო ხალხში. ახლა ბატონო რა, სახელმწიფო კომისია შექმნეს სისტემა დაანგრია. ფასების სიძვლის გამო. გაანგრია საკანონმდებლო სისტემა. რა თავგადასავლის სისტემა დაანგრია. თავგადასავლის სისტემა კი არა. უმაღლესი განათლების სისტემა შეიქმნა. საზღვარ გარეთიდან ჩამოდიოდნენ ხალხის სასწავლებლო. ახლა ჩამოდიან სავსეა შუაზიელებით კაცო. ცოტა ხანში რა სისტემა კაცო. აბერდალის ხალხმა. რა თაობა გაზარდეთ კაცო. ეგ განათლების სისტემა კიდე ცალკე რაღაც სპეციალურად ეროვნული სული ამოიღეთ ეროვნული ხალხისგან. დაკეტილი ინსტიტუტები გამეკიდოთ პროფესიონალებს. ეროვნული ყველაფერი მოსწრეთ. რა ერთი რამე მითხარი ქართული არაფერი არ არის ერთი მითხარი ქართული არაფერი არ ხდება საქართველოში მოიცეჭ არა ძალიან ვინ იყო ქართული ქართული ყველაფერი მოსპესო და მაინტერესებს რა მოსპეს ერთი რამე მითხარით ქართული თქვენ ნაციონალურ ხარასა ხარ მითხარით რა გაგაკეთებს ქართული და რა მოსპეს ეროვნული სული ამოიღეთ ახალგაზრდობისგან ისტორია ასე რა ისტორიის ასწავლეს საქართველოს სადი რა სასწავლეს საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ბანაკშია პრეზიდენტი რომელი აგერა ბუჩქებიო აგერა პრეზიდენტი მე საგე მაღლაბზიო და თუ მის შემო გამოდიდო ტრადიციები მოსპეს დაცინოდები რომელი ტრადიცია მოსპეს მომსუნეთ რომელი იყო შოუები სადაც კეიფი თამადობა ქართული ადაწესი კულტურა ყველაფერი იყო გაშარჟებული რა გაშარჟებული ყველაფერი აი ქართული სული ამოიღეს ყველგან ისტორია სკოლებიდან ისტორიის სწავლა სამხედრო ნიჰილიზმი ეროვნული ნიჰილიზმი დაწესეს ახალგაზრდობაში ვინ იყო ესენი ქალაქის მეუღლე იყო ჭიაბერაშვილი და ისინი თავობდა ისინი ხერხის იყო განდი ქართლის დედა რო გამოაცხადა აი ის მისკიდო კაცო ის იყო განათებინეცრო იყო პირველი ვინ იყო რომაიას განათების სისტემა კაცო და არაეროვნული ხალხი ესენი რა ქართული ამ ბოკერიას ამოდოდა რომელია ქართული მაგათან და აი ეკლესიას აუყვეს ეს რეები გააკეთეს და რასაკეთეს აუყვეს ეკლესიას გააკეთეს და სიბინძურები იქნეს მაგალითად აი შედი რა ამიტომ მაგალითად ერთი რამე შემოყოლა ეკლესიას რა მე მახსენდა მამაოს თუ ჩაუყენეს ყველა იმაში თუ მოსასპენები და შანტაჟები შეუშვეს არ მინდა მაგას აპარაკი რა კარგით რა სააკაშვილის მმართველობის დროს მამა ბასილ კალავიშვილის გლანში ეკლესია დაარბიეს იმით მაგალითი რომელიც იყო რელიგიური ექსტრემისტი შედი რა დავიწყოთ რომელიც იყო რელიგიური ექსტრემისტი დაასდევდა რელიგიურ უმცირესობებს და ავიწროებდა და რომელიც სხვათა შორის შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენ პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენ ეკლესიას და ილია მეორეს ეძახდა კაგებეშნიკს პირდაპირ გეტყვით მისი სიტყვები იყო და ლანძღავდა თათხავდა ჩვენ ეკლესიას ჩვენ სინას დააპატიმრე კაცო მე დააპატიმრეს ამადი შევადე შიგი და კესანგლოდი ტატრისი ის არა ეს შევადე მანქანა შოში დააპატიმრე და უნდა გაიძახედა მომიჯება რა უნდა იქნათ დააპატიმრე კაცო აღებდებოდა და მასიურად გაუძლო დააპატიმრე ქუჩაში მინიზმაში მაშინ ეს მარგი მოდი შეცამი მაშინ ესე ვთქვა მაგათი მომხრე ყოფილიყო თავარი რო არის პეტრე ცავა რა პეტრე ცავასთან მე ანუ ვინ არის რა პეტრე ცავა რა ცავა კი რა პატრა ცავა ისი პეტრე ცავა ხო პეტრე ცავა რა პრობლემაა საქმერაშია ისიც ხო პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებდა თავიდან მომოყოლებული მე რატო არავინ არ მოახდინა ეპისკოპოსი რო ხო მაგიტო ერთი წუთი ის კაცი განაყენეს ხარისხი და თვითონ ეკლესია ერთი წამი რა ერთი წამი მოხდა მანამდე არასოდეს პატრიარქის შეურაცხყოფა პეტრე ცავას არ მიუყენებია არასდროს და როდესაც გააკეთა ისაც გააკეთა და თქვა ისაც თქვა განაყენეს ხარისხიდან ჩამოართვეს მართველი ეპარქია და გამოიყვანეს სინოდიდან და სინანულისთვის გაუშვეს და დღესაც არის როგორც მე ვიცი შიომღვიმის მონასტერში როგორც რიგითი ბერი ისე ცხოვრობს რა პრობლემა რაშია როგორც ცხოვრობს ბატონო ლევან რიგით ვღვლათ რომ ოპოზიციურ ტელევიზიებში ფორმულაში ტვ პირველზე იბარებენ ხშირად გადადის მისი ინტერვიუები აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს მომისმენთ თუმცა სინანულშია უნდა იყოს მონასტერში და ემსახურებოდეს ლუფას მე გამიგია ბერი რომელიც სინანულშია თავის მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან გამომდინარე რომ მოინათიოს ტელევიზიით გამოვიდეს და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს ჯერ სად და ამით და რა კავშირში ეხლა მე პეტრე ცავა ბასილ კალავიშვილთან და ანალოგია სად არის
ამათ შორის ანალოგია სადაა ჩვენ მარტოში დებენდობილი და შევარდნენ მანქანებით ამტოვდნენ ეკლესიას და მარტოს ვინდა მე ვინდა ნაციონალურობა ბარამეძე და თავის ზმანი მისნი გამის ეკლესიაში მაშინ სავარი ხო 2304-ში სად შევარდნენ ვის შევარდნენ დანში არ შევარდნენ კაცო ნაციონალები ეკლესია მარტვილზე გედა მარტოში ჩვენ აი ესე მიუძღვით ცივილიზებულად გამოიყვანეს ცივილიზებულად ვინ გამოიყვანეს პეტრე სავა ცივილიზებულად ძალიან მარტივად მოხდა კაცო გამოიყვანეს პეტრე სავა ცივილიზებულად ჩამოართვეს ასე გაგდებია მაშინ ჩამოართვეს მართლ ეპარქიის მმართველობა აი სინოდიად მართლად გამბავე რა პრობლემა დროს კარგა მოგლოდ ვიტყვი რა მე ის თქვა მინდოდა რომ თუ მამა ბასილი კალავიშვილი არანაირი კავშირი მამა ბავშვიცა და ნაციონალურობა ეროვნულია არ არსებობს პეტრე სავა არ ყოფილა მოძალადე ის არ დასდევდა არავის არ ავიწროება რა მიკადრა მაგას არ როგორი კადრა აბნე რა უწოდა კაცო რაც უწოდა გავხი აუწოდა კაცო მაგის სახელო რაც უწოდა იმისთვის გამოუტანა სინოდმა გადაწყვეტილება გაიყვანეს სინოდზე და გაუშვეს მონასტერში და გოგო კონდომნამია მარშრუტი მაგ არ უკადრებდა გაზოდომიება კონდომნამია ჯობდა აგრიო მაგის პარტიას უწოდა რა უწოდა მაგას ვერ გაიმორე არა კაცო ფული აიღო მაგერანი ბატონო ჩემო ფული აიღო მაგისთვის შიოღვიბის მონასტერში შეგიძლიათ მიხვიდეთ და არ ამცინო მაგის არაკაცი რა ხო აბა ჩვენ პატრიარქს რა უწოდა ბატონო რამაზ მე რის თქვა მინდოდა იცი სანამ გადავალ ჩემ კითხვაზე მე მინდოდა იმის თქმა რომ ამათმა რომ ცივილიზებურად მოახდინეს პეტრე ცავას ვინ ამათმა ანუ სინოდმა სინოდმა მოახდინა კი ბატონო ცივილიზებურად ხომ შეიძლებოდა თავის დროზე როდესაც მამა ბასილი თუ ეს ყველაფერი რეალურად ანალოგიას სახედავთ ერთ საერთო ანალოგია რაშია ყავს მაგალითი უყურე ხო შეიძლებოდა რომ ღმერთსახურება ცივილიზებულად შეეჩერებიათ და გაეშვათ შეჩერებული ქონდა მამა ბასილი არის მამა ბასილის მამა არ არის ვასილი მკალავიშვილი შეჩერებული ქონდა მას სამღვდელო საქმიანობა ის აღარ იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი თვითნებურად ეცვა მღვდლის ფორმა დადიოდა ატარებდა საეკლესიო საიდუმლოებს და ცოდვაში ვარდებოდა თითოეულ და ცოდვაში ხდა ხალხი და როდესაც მას არ ქონდა უფლება ადამიანების ნათლობის როდესაც არ ქონდა მას უფლება ადამიანების ჯვრისწერის წესისაგების ზიარების და აღსარების ჩაბარების ასეთ საქმეებს ჩადიოდა ის მაშინ და მის მიერ დაწერილი არც ერთი ადამიანი არ არის ჯვარდაწერილი მის მიერ მონათლული არც ერთი ბავშვი არ არის მონათლული მის მიერ არც ერთი მიცვალებული წესი აგებული არ არის წესაგებული ეს იყო თვითმარქვი ადამიანი რომელიც გარდა იმ თვითმარქვიობისა ამისთვის ის არ დაუსჯიათ ის დაშაჯეს იმისა რომ ამ თვითმარქვიობასთან ერთად ის იყო გარდა ამისა რელიგიური ექსტრემისტი რომელიც დაძვდა სხვა რელიგიური როდესაც მივიდნენ მის დასაკავებლად გაუწიეს მასიური წინააღმდეგობა და ბატონო და მასიური წინააღმდეგობა ის არ აქვს კარების შემტრევა და დაძვის ისა და აბა რა შეიძლება ისე ჩაურევით შესულიყვნენ გარებში როგორ ქუთას გადადიოდა შევიდა ჩაკეტა კარები და აღარ გამოდიოდა რა ეკნა მე რა უნდა ეხლა სული ხوار იქნებოდა იმ კაზარში აი რა უნდა ეკნა არა სიტყვაზე თქვა სული ხوار იქნებოდა ეცოთი თქვენ ყავთ დამნაშავე პირი რომელიც იმალება კონკრეტულ შენობაში რასაკეთე ზიხად ელოდებს ამ გამო დამნაშავე რა არ გვინდა რა დროს კარგავ გაციკული ეს სხვა თემაა და ის სხვა თემა ამათ შორის ანალოგია ეს პარამეტრის ვიძახი არასწორი ქმედება ტაძრის კარიბჭის შენგრევა არასწორი ქმედება და გაგუბლებაზე შეაფასოთ მე ვთვლი რომ ეს არ იყო ტაძარი და ქმედება რომელიც განახორციელეს იყო სწორი კაი ბატონო ხალხმა განსაჯოს არ გვინდა კაი ხალხმა განსაჯოს ბატონო მე ესე ვთვლი თქვენ უფლება რა ჩათვალე ძალიან უყვარდა ნაციონალისტ ეგრესია და ისა შემდეგ კითხვაზე გადავალ ირანის ამბავს ბატონო რამაზ და მართალია თქვენ ბატონო ლემონტელებში ცოტა ისახართ რა ქვია მისი განცხადებიდან გამომდინარე მაგრამ მასთან უნდა არა ჩვენ მეგობრებია მაგრამ პოლიტიკურად სხვადასხვა პლანზე ხართ მე რა მოხდა რაღაცო ერთადზე ხარ ვიქნებით ანუ იმას ვამბობ ბატონო ლემონტენ გადავალ და ეს კითხვა უნდა დავსვა ირანის ანუ ირანის კონფლიქტი კერძოდ ამერიკა-ისრაელთან მიმართებაში ისრაელის მოვლენები ირანთან მიმართებაში აი ეს ყველაფერი როგორ რა ქვია შევაჯეროთ ბატონოლებად და რა როლს ითამაშებს კერძოდ ეს ყველაფერი ამიერკავკასიის რეგიონში და კერძოდ საქართველოში და დამატებით მინდა კიდე ერთი რაღაც ვთქვა რომ აი როდესაც ლტოლვილები წამოვლენ ირანიდან გარკვეული კატეგორიის ხო აი ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში რა როლს ითამაშებს ეს ყველაფერი თქვენ ამას როგორ შეაფასებთ მოდი ახლა ესე ვთქვათ პირველ რიგში ირანმა დაიწყო და ოფიციალური ომის დაწყების
საბუჯველი წესი იყო, რომ მან დაახლოებით 70%-მდე გაზარდეს ურანის გამდიდრება. და მშვიდობიანი ფორმით, მე ფიზიკოსი არა ვარ, ბირთვული ფიზიკოსი, მაგრამ დაწესეთ დაახლოებით 10%-ის გამდიდრება სავსებით საკმარისია მშვიდობიანი ენერგიის მისაღებად. ანუ როდესაც ირანმა პრაქტიკულად 70%-მდე აიყვანა თავისი ბირთვული პროგრამა, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი ემზადებოდა ამ ატომურის გახლეჩისთვის და შესაბამისად ბირთვული იარაღის შესაქმნელად. რაც ნამდვილად მიუღებელი და უშვებელი იყო. ეს შესაძლებელი იყოს ნამდვილი მიზეზი და შეიძლება იყოს უბრალოდ საბაბიც. რეალური მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებულიც. მაგალითად, გეტყვი რაც შეიძლება იყოს სხვა მიზეზი. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელეს სპეცოპერაცია სამხედრო, რასაც აი მართლა სპეცოპერაცია კლასიკური ქვია, რომლის შეიძლება ითქვას 90% შეასრულა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და დაახლოებით 10% შეასრულა ამერიკის შეერთებულმა ძალებმა, როდესაც პრეზიდენტი მადურო, ესე ვთქვათ, დააკავეს თავის საკუთარ ქვეყანაში და გაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიზეზი რა იყო? ვენესუელა იყო ერთ-ერთი უმსხვილესი შავი ნავთობის იმპორტიორი ჩინეთში და რუსეთში. ამერიკა მაქსიმალურად ცდილობდა ეს ნავთობის მიწოდება, ძირითადად ჩინეთზეა ლაპარაკი, შეეწყვიტა შავი ნავთობის მიწოდება ჩინეთისთვის და ჩინური ეკონომიკისთვის. უზარმაზარ მარაგებს აწვიდა ირანი ჩინეთს ამ შავი ნავთობისას და ვიცით რომ ირანის ნავთობი არის სანქციონირებული და ჩემი აზრით სწორედ ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ეს დარტყმა განხორციელდა არა ირანმა მიიღო ფიზიკურად დარტყმა, მაგრამ რეალურად დარტყმა განხორციელდა ჩინეთის ეკონომიკაზე. მე ასე ვფიქრობ. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩინეთს გადაუკეტეს ნავთობის მომარაგება ვენესუელისა და ირანის გავლით. და ისა გასაგები ბატონო და აი ამ ეხლა ინტერესი თავისთავად გაჩნდა ისრაელსაც, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მოხდა ეს ისლამური რევოლუცია, მანამდე საკმაოდ კარგი ურთიერთობა იყო ისრაელის სახელმწიფოსა და ირანის შორის, გულისხმობ შახის ირანის შორის. პირიქით ირანმა არაერთ ებრაელს მილიონით არა 10,000-ობით ებრაელს მაინც მისცა თავშესაფარი მეორე მსოფლიო ომის დროს და ძალიან ბევრმა ებრაელმა ნაცისტური გერმანიიდან რო გაიქცეს თავშესაფარი ნახეს სწორედ ირანის ტერიტორიაზე და ისინი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ იქ. ანუ ესე თქვა ანტისემიტური განწყობილებებით ირანი მაინც არ გამოირჩეოდა არასოდეს. რაც აიათოლების რეჟიმი მოვიდა იქ, მათ დაიჭირეს ეს ანტისემიტური პოზიცია და ანტისემიტიზმს არ აცხადებდნენ, მაგრამ ამბობდნენ რომ ანტისიონისტები იყვნენ და ისინი თვლიდნენ რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლება არ აქვს. და შესაბამისად ხშირად ეხმარებოდნენ ჰეზბოლას და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებს ირანის წინააღმდეგ, ისრაელის წინააღმდეგ და შესაბამისად საპასუხოდ მოსადიც აქტიურად მუშაობდა ირანის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და როგორც კი შანსი მიეცათ მათ რომ ამ ხელა სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა დარტყმა, მათ რა თქმა უნდა თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო დარტყმები მიაყენეს, ესე ვთქვათ, ირანის ინფრასტრუქტურას. შემთხვევით არ იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენ რეგიონში როგორც გაირკვა. ეხლა ხვდები და ეხლა პირადად მე ვაცნობიერებ თუ რატო ჩამოვიდა ვენსი თავის დროზე ჩვენ რეგიონში, იმიტომ რომ სარტყელი, ის უკვე ზედა სარტყელი ირანისა მოზომა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რკინიგზის მიმოსვლა საქართველოს რუსეთთან არ აქვს. საქართველოს და რუსეთი დაპირისპირებულები ვართ და გასაგებია ჩვენ მდგომარეობა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და ალტერნატიულად როგორც შეიძლება და ესე იგი სომხეთიდან საქართველოს გავლით ან აზერბაიჯანის გავლით დახმარება მოიჩინა ესე ვთქვათ ირანისთვის რუსეთს და სწორედ ეს იყო ამერიკის თავარი ინტერესი ალბათ, როდესაც ამერიკა ჩაერია ჩვენს რეგიონში, გადაწყვიტა ყარაბაღის კონფლიქტი, აიღო და ესე ვთქვათ შეარიგა ერთმანეთთან აზერბაიჯანი და სომხეთი, ზანგეზურის დერეფანი და რეალურად მან აიღო ამ რეგიონზე უკვე კონტროლი თავის თავზე, ამერიკა დაიახლოვა სომხეთით და აზერბაიჯანის, რუსეთის დომინირება იქ ნოლამდე დაიყვანა, პრაქტიკულად საქართველოს მართალია ამოვარდა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტიდან, მაგრამ ამ ტერიტორიული კონფლიქტების გამო ავტომატურად რუსეთთან რაღაც კონფლიქტში ვარ. რუსეთი საქართველოს არ მიცემდა უკვე გასავალს და პრაქტიკულად მან როდესაც მოახდინა და დაარწმუნდა რომ კავკასიაში საიმედო სარტყელი შეიქმნა, რუსეთი აქ სახმელეთო გზით ვეღარ შევა და ვეღარ დაღმოუჩეს დახმარებას ირანს, დაარტყა პირდაპირ უკვე ირანს, ანუ პრაქტიკულად გზა მოუჭრა რუსეთს ირანის დასახმარებლად. და ჭკვიანურად იმოქმედეს ამერიკელებმა სტრატეგიულად და როგორც ჩანს, ესე ვთქვათ, ტრამპი საკმაოდ კაი სტრატეგი გამოდგა ბატონო ჩემო. და ერთზამოთ ამან ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია ასევე უკრაინის ფრონტზე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ რუსეთი პრაქტიკულად შეიტყუეს კი არ თვითონ შევიდა იქ ხაფანგში, სადაც არ უნდა შესულიყო და არაფერი არ ესაქმებოდა უკრაინასთან ომში.
პრაქტიკულად ის ჩაეფლო უკრაინასთან ომში, შედეგად მიიღო ის, რომ დაკარგა სირიაში მოკავშირე რეჟიმი ასადის სახით, დაკარგა მადურო ვენესუელაში, როგორც ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მოკავშირე ამერიკის კონტინენტზე და შემდეგი დარტყმა მიაყენეს უკვე მის მოკავშირეს შესაბამისად მას აღარ აღმოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ირანისთვის დახმარება აღმოეჩინა, იმდენად ჩაფლობილი არის უკრაინაში და უკრაინას რუსეთის ომზე დადებითი გავლენა იქონია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ერთ-ერთი იარაღით მომარაგებელი რუსეთისა იყო ირანი. იმიტომ რომ ირანის შაჰიდები, ეს უმართავი ესე ვთქვათ, კამიკაძე დრონები, რომლითაც ბომბავდა უკრაინას რუსეთი, რუსეთს ვიცით რომ რაღაც გარკვეული შეიარაღება ტექნოლოგიები საკმაოდ ძლიერი, რაღაც ტექნოლოგიებში რუსეთი ჩამორჩება პირდაპირ თქვა, მაგალითად რუსეთს არ შეუძლია მაგალითად დაწარმოოს დრონების წარმოების კუთხით საკმაოდ სუსტია რუსეთი ამ მხრივ და ამ ჩამორჩენას ინაზღაურებდა ირანის სამხედრო სამრეწველო კომპლექსიდან გამომდინარე. ირანის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი დღეს მოსპობილია, განადგურებულია, არ არსებობს და რომელსაც რუსეთსაც აღარ აქვს მარაგები, რომ უკრაინას დაარტყამთ, რაც შეიძლება ნიშნავს, რომ უკრაინის მდგომარეობა გარკვეული პროცენტით გაუმჯობესდა, იმიტომ რომ რუსეთმა დაკარგა იარაღის მომარაგების ერთ-ერთი წყარო. კი ბატონო, მე დავამთავრებ და ბატონის რამეს გადაწყვეტს. ბატონო, კი, მე ნაწილებრივ ვეთანხმები და საკითხი ვეთანხმები ბატონ ლევანს, არა ერთი, ამაში არის ერთი საკითხა, რაღაცა გაუგებრობა მაქვს რა. სამართალი სად არის? როგორი სამართალი? სოფლის სამართალი და გაერო. დღეს სოფლის სამართალი არის. ვინ გითხავთ, მოიწერეთ. მე ვარ 45 მილიონი ერიო. ვიტყვი რაც კი გეთანხმებით. ვარ მადურომა, ავიცი მადურომა ხარ ის მასში. შენ რომ მოდიხარ ბატონო ჩემო და პრეზენტაცია საკეთება. ქვეყანა გადაიმილო და არ დანიშნ არ ნახო სხვა დანიშნული მანდ ნავთობის მე მომეციო რაც აკახო და ჩემი კომანდება მოიღესო და ხთიც უქნიო და მოდიხარ და იბრიქები ხო. მე გაიძ მანახო მე რეგაც შენ. ამ ირანი არ 90 მილიონი ზაღამდე. ხო? ასეთუსია ნელა მალე ვითარდება ხო? როგორ შახის ირანი დემოკრატიული იყო ან რა თქმა უნდა. რა თქვია? ბევრი დემოკრატიული იყო. აი, რა თქვია არ არსებობდა. ნუ როგორც მინიმუმ კაბა რატო გაწვია მოკლევ ამისთვის ხალხს არ ჩაქოლავდეს შახის ირანში. ჩადრი მაშინ. მაგრამ რევოლუცია ჩადები. რა თქვია? აი არ მინდა. ჩადრები მაშინ თარიღო. რა რომელი საუდ არაბეთია თუ რომელი მუსლიმანური სახელმწიფო არის დემოკრატიული და მოყვავისა. არ საუდ არაბეთი არა დემოკრატიული სახელმწიფო. იგივეა ირანის მაგათ წეს შეულება ასეთი ცხოვრება აწყობდა ცხოვრები ხო? მაგათი კულტურა, რა ირანული კულტურა და ცუდი კულტურაა. სოფლიო კულტურაში მუსლიმანი კულტურა, ირანული კულტურა, ფესვები, ამხეთ კულტურა, მედიცინა გინდა წერლობა ისინი. ასე უნდათ მაგათ ცხოვრება. შენ რა ვიღაც არ უნდა ბატონო. შენ ვის არ უნდა საქართველოს ვარი აკაცო მაგათ კაცო და იოცეკვავდნენ 125 ბავშვი შეხოთეს საიმაში სკოლაში და არ თბილისში როცეკვავდნენ მას ერთხაც არ უნდა და ირანული გამოვიდა და ალებასოდი და ამერიკაში ამათ არა ის ერთეულები 23% ახალ დემოკრატები ირანთაც ყავთ ხასაგებია მაგრამ მათქვი მე არ გეშევდით მე თქვა არ გეშევდით მათქვიეთ იმის გულისთვის რომ შენ ჩინეთს რო გადაუკეტო ნავთობი ჩინეთის ეკონომიკა ყვავის და შეიძლება ხვალდაზე ამერიკას ჩინეთის ეკონომიკა გაუსწროს და სოფლიოში აიღო სადავე ვიცი და ამის გულში რომ ერთ სახელმწიფო ჩაკოლავ ეხლა დაუდექი და ირანს ბომბავოს და 4 საათი ხოცავ ხალხს რომ შენ ეკონომიკას და ასე იბრიქები და კაროჩე და მაგრამ რა არის ეს არის წარმომრეობა ხო გამოვიდა დღეს დავრუნდა თქვა კაცი პირდაპირ თქვა ქონდაო ირანს ატომური იარაღი ვერ გავბედავდა და ეცდება ირანი შეიძინოს და ჩემი აზრით აღარ ეკრება ირანს რაღაცა ამათ სუნი უდის ამ საქმეს ბიჭებო და ეხ მიდის რუსეთისკენ ეხლა ამ ირანის მე აი რუსეთს ადგებიან კულშაიაზე კი ამაში ხო ბატონებო თქვენი ჭირი მე რა ისტორია ვინც იცის და აკაცუკ ისტორია კი არა რეალური ისტორია ამერიკა და ტრამპი მეგონა ბაიდენის ადმინისტრაცია კაი ხო ეს მეგონა ცოტა რეალურ ცოტა ახლოს დაყოფავს ამერიკას. ვინ? ტრამპის საქციელი დღევანდელი. არც სეჩი არ ჯდება. გამოვიდა ესპანეთის დარობა დღეს და უსმენთ და თქვა ესპანეთმა იმ კაცმა თქვა რეალობა იმჯერა. არაბული სამყაროები გამოვიდნენ უკვე და ამობენ უკვე თქვენ რა საკეთებთ თქვაც. ეხლა სახმელეთო ოპერაცია უნდა ტრამპს გაგიჟდა 85 მილიონი ერი არ უნდა ხარ შენ მათ თქვენ რა გონიათ რა 90-დან 9000 რაოდენობას უნდა
ზაროდა რაოდენობა. ვინ გითხართ ეს? თქვენ რა ჩაგიტარებიათ სტატისტიკა? ვინ გითხართ თქვენ ასე რამდენი მოსახლეობას არ უნდა უნდა არ უნდა კაცო თვითონ მიხედავენ თავის ცხოვრებას შენ ვერ ხედავენ ისრაელს რა უნდა კაცო ისრაელმა კაცო მომთქნა შენ პალესტინაშიო შარშანწინო 50-60,000 კაცებს 15 ბავშვს გაწყვიტა ხმარავუცი არავის ის მიწაროდი დაითრეს იმიტომ რომ რატო არ გაუწია ეს ხმა? რატო გახსოვთ? რატო? რატო შეგვაიცით? არა, მეგრობა ამერიკა. არა. მასადა არიცოდა, ხრო ტერორისტები შემოვიდა ტერორისტები იქიდან, პალესტინელებიდან ტერორისტები რო აიყვანეს. რა თქმა უნდა. ხო, ეხლა თქვენ მასადმეს არიცოდა. რა თქმა უნდა იცოდა. შემოუშვა ესენი. შემოუშვა. რაცადა სუდახანი? კი ბატონო. ის ტერიტორიას უნდა გაგაც. დაანახა, კარგად ვინ იყვნენ? ხო, ბათუმი, მინდაცოდეთ. და მე თავის ხალხმა ავანტურა გააკეთა, რომ უნდა ის ტერიტორია გაეწმინდა და ღაზა უნდა გაეწმინდა არაბებისგან. ამიტომ ამას შეწირა ამდენი 1000 ბავშვის ცოტა შეწირა მასადო ისრაელები. ებრაელებო თხილად იყავით. თქვენი საქციელი თქვენ ცხოვრება იქ. თქვენი იხდით საქმეს რომ ახტება ეს ნასამეთყოლება რა. თქვენ რაც ახტება რომ ისრაელის სახელმწიფოს განადგურების. არ იცების თორად იმის მაგათ რომ ელაპარაკოთ პალესტინელებს. იმის მაგათ რომ გაარგოთ პალესტინელებს ამერიკა დაეხმარა ისრაელს რომ იქ და ამათმა ერთმანეთთან უნდა იცხოვრო ხო? არ უნდა იცხოვრო რა გადაასწავლაში მისა მაგათი არა მისა პალესტინის მიწა ერთხელ შექმნა სტალინმა და ინგლისმა ხო? არა ეს პალესტინის მიწა ის პალესტინაზე რა გინდა შენგაც ხო? გინდა თუ არ გინდა ერთად უნდა იცხოვრო როდესაც ერთ ტერიტორიაზე ორი აცადებს პრეტენზიას იქ მშვიდობა არ იქნება ერთად უნდა იცხოვრო მაგრამ ან ერთი უნდა იყოს რაღაც გამოსვლელი ვერ შეიძლება ბატონო ეგენი აბა ირანის განადგურება მოყოლებული ერთმანეთი ტრები არის აზერბაიჯანი რომ ჩვენი მოკეთე მეზობელი რომ რაღაცაზე მე ვთქვი რატო შეუდა მეთქი ტრამპი რატო ეფერება მეთქი ალიევს რომ როდის დემოკრატიასა და ალიევი 50 წელი მთავრობაშია მამამისი შვილი ეხლა ხო ნახე რატო თქვი ირონდი კაცო რაღაცა ვთქვი რა ხდება აქ მეთქი რა უნდა მეთქი აბა თუ მე რა ხდება კაცო მე თვითონ დრონი ჩამოვარდა ვითომ რაღაცა იქ რა ვითომ მართლა ჩამოვარდა კაი რა თამაში ისიც რა ხდება იქ აზერბაიჯანს თამაში იტყვა რომ და მე ხმარო ვახედა მაგრამ რაღაცა და დიდი აზერბაიჯანი უნდა 45 მილიონად ვინ დათრება უნდა და აი დავშიტი რა წოდა ხო არის 20 მილიონი 25 მილიონი დიდი აზერბაიჯანზე აუჭერავს თვალალი თან შეუვარდა აქ სომხეთ მიწა და აი რაღაცა დიდი აზერბაიჯანი უნდა შექმნას იგი პატრასაც დაკარგავს ხოდი რა ათვიანად უნდა დიდი როში აი ეს შეპერებუდა მივიქება მაგ ჩემი აზრი გეუბნება არა ნახა სახმენდო ოპერაცია დაიწყება და ესაა ჩადებული ამაში ამას გაკეთებს კიდე იმ დიდი აზერბაიჯანს შექმნის და თლიანად დაიწყო არა რას ლაპარაკობ გამოვიდა გუშინ ესპედი გამოვიდა ესპედი და აი ეს ჩაფიქრებული ალიევს თუ დიდი აზერბაიჯანი შექმნა თურქეთის ხელშეუხებლობა და ეს ირანი დაშლა უნდა დამატ ეხლა მეორე საერთოდ ქურთისტანმა ვერ ისწავლა ჭკუა რომ პირველი იმ რო შევიდა ერაყში ბუშის ჯერბაში მაშინა შეპირდნენ სახელმწიფოს და შეაწყვიტეს ერაყელებს მერე შეპირდნენ სირიის ომის დროს შეპირდნენ რაღაცას შეაწყვიტეს სირიელებს ეხლა შეპირდნენ რაღაცას და მოიწყებენ ოპერაციას თამაშობს ბატონი თამაშობს ამერიკა თამაშობს აზერბაიჯანი თამაშობს ეს სულ ამას მოიტანს ხალხო ეს არ არის სოფლიო პოლიტიკა დამყრებულია ძალმომრეობაზე ეს საქმე არ გაკეთდება ეს საქმე მშვიდობა სოფლიოში არ დამყარდება ხალხო რა თქმა უნდა მესამე არასტორში ვართ კი რა ვიქ ბალე ატომურში არ გადავზარდოთ ბატონო თავი თუ ჩემზე თუ დამოკიდებული მე არ ვისვრი ატომური არ მომართე ბატონო არასტორის აქციებია არასტორის აქციებია ბატონო თქვენ მე ჩემ კითხვას ბოლო კითხვას მოკლედ განსაზღვრის ფორმატიდან მითასასურს მივახლოდით მოკლედ გამეცით პასუხი აი ეს ტოლმენთან დაკავშირებით რა როლს ითამაშებს ამერიკა-კავკასიის რეგიონში ირანის დაწესებულ ტოლმენთან თუ საქმე ოპერაცია დაიწყო კატასტროფა იქნება ჩვენთვის ამ ტოლმენტების ჩვენ გვაქვს საკმაოდ პატარა ქვეყანა და ლაპარაკობთ რაღაც 69 მილიონიან სახელმწიფოზე ხო რას ლაპარაკობ იქ ტოლმენტების ნაკადი რო დაიძრეს ჩვენ წაგულეკავენ რას ლაპარაკობთ ჯერ ჩვენ არც იმის საშუალება გვაქვს რომ აქ ტოლმენტები მივიღოთ ეხლა ახლა იყოს 1000 2000 და თუნდაც 10 და 20000 კაცი კიდე ხო გავიჩინებთ და რაღაცა ჩვენი არა და ვიღაცას ვთხოვოთ ან ევროპას ან ამერიკას გამოგიყოლით ფული ამ ხალხის საჭმელად სასმელად ბანაკების მოწყობისთვის და რაღაცას მაგრამ იქ მილიონობით და შესაძლოა 10 მილიონი ადამიანი დაიძეს ტოლმელი ჩვენ ამის მიღების რესურსი
არც სივრცე გაგვაქვს ამისთვის, არც საკვები გვაქვს, არაფერი არ გაგვაჩნია ამისთვის, რომ კატასტროფა იქნება ყველა. დასაბარგოდ ეს ჩვენთვის არის კატასტროფა და მე არ ამბობ ამბობ საქმე მგონია რა. ეს დიდი იმედი მაქვს, იმედოვნებ მეც რომ იმედი მაქვს, მაგრამ თქვა და მივიდა. თქვა და უხარია და გამოვიდა კაცი ახალგაზრდა მოკლედ ბატონო. ნაციონალური გამოდასაო რა თქმა უნდა ბახო ჯეიჰანს დაარტყავსო ირაყიო და საქართველოს დაარტყავსო და აბა ასიზავს ქართულოცნებაო რა ოცნება ბიჭო რა გიხარია თქვენ მე გიგები ქართულოცნებას ვის შეეკითხება ბაქო ბაქო ჯეიჰანს დაარტყეს რა სომეს მართავს საქართველოს რა ზონდა მართო ჩვენ მოდი ხლა გიხარია ეს ამბავი გიხარია საქართველოს ცუდი ნაციონალი რამდენად უხარია სიმშვიდე არ აწყობ კაცო აქ სიმშვიდე არ აწყობ გაგონილა ეს რამდენად პერსპექტივა არის რომ საქართველოს დაარტყა მოდი შევაფასოთ არავის არის პერსპექტივა რაც პირველი ვილაპარაკოთ ისე რომ ერთი თქვათ ჩვენ რო ყოფილიყავით ამერიკის სტრატეგიული პარტნიორად რო დარჩენილიყავით და ჩემი სურვილი იყო რომ დარჩენილიყავით ამერიკის სტრატეგიული პარტნიორად მაგალითად ჩვენ დიდი ალბათობად ეს ნიუანსი იქნებოდა უსაფრთხოებისთვის და გამოწვევა იქნებოდა ჩვენი სამხედრო ობიექტები შესაძლოა გამختارიყო ირანის სამიზნე, განსაკუთრებით აეროდრომები და პორტები. ანუ საიდანაც ამერიკა შეიძლება ავიაციით და ფლოტით შემოვიდეს საქართველოში და ბაზებად გამოიყენოს საქაურობა სახმელეთო ოპერაციისთვის ირანში. მაგრამ ვინაიდან, რავი, თუ გინდა გავჩერდები საერთოდ. მაგრამ ვინაიდან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები აღარა ვართ ამერიკის და ვართ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორები, ქართული ოცნების და საიდან მომიტანეთ და ბატონო ჩემო ქართულმა ოცნებამ გააფორმა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ამერიკამ კანადამ გააფორმა გერმანია ჩავსულია და ვერ ამერიკამ შეაჩერა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორები ფორმატი დასასრულს მივახლოვდა და მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პროზა და ჩამოვაყალიბოთ და ამოჭრა მაგრამ შენი ეს ლაპარაკი დამოიჭრას იქიდან რატო კაი ანუ სიტუაცია არის ასეთი ვინაიდან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული გვაქვს ამერიკასთან და უბრალოდ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი ქართული ოცნების წყალობით ამიტომ ნაკლები შანსი არსებობს იმისა რომ ჩვენ აღმოვჩეთ ირანის დარტყმის ქვეშ ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ როგორც ესპანეთთან მიმართებაში თქვა ტრამპმა და ესპანეთმა უარი უთხრა თავის ბაზების გამოყენებაზე ტრამპის ძალიან დიდი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ესპანეთის ხელისუფლება ტრამპმა მარტივად თქვა ჩვენ არავის არ შევეკითხებით ჩვენ თუ სადმე დაგვრჩით რომელიმე ბაზა აეროდრომი ან პორტი ჩვენ იქ შევალთ დავჯდებით და გავაკეთეთ აბა ვინმე გამეძოს და რამე გვითხრასო თუ დაჭირდა ტრამპს ისინი შემოვლენ და დაჯდებიან ჩვენ აეროპორტებში რატო ხმას ვერ ამოიღებს ვერ ბატონო ამ შემთხვევაში გამოვნებაზე ხარ დაწუნებული და დამოუკიდებლობა გაწყობ თქვენს კაცო რა რა საქმეა ხოლმე სახელმწიფოებში ოდიში ბატონო ჩემო რა საქმეა შედავიგე რა ტრამპი მე არ შემეკითხება მე რა მაწყობს და რა არა არ შეგიკითხება და არ თქვენ არც არავის თუ ამერიკელებს დაჭირდა ჩვენ ჩინეს საპარტნიორი არა ვართ დღეს ამერიკის გონდები გამოვიდა და საქართველოს თანამდებობას მოუწოდა რა გაბანძრო სტრატეგიული უთოთობაო და განვიხილო საკითხებიო და ჩვენ გაბანძრო უთოთობაო დღეს ახალი წაიკითხა და ახალი განცხადება არის და ჩვენ არავითარ ჩინეთთან უთოთობა ჩვენს გაწყობს და ევროპასთან დაწყობს გაც ძალიან კარგი ბატონებო მოკლედ ხუთიანზე მიდის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ხუთიანზეა დღეს დღეს ხუთიანი ორიანს ნიშნავს არაფერი დღევანდელ საქართველოს ხელს შემოიტანეთ ხუთიანია ძველი პოლიტიკური კვირის დებატები თქვენთან ამოუწურავია მაგრამ დროის ფორმატიდან გამომდინარე მე ვალდებული ვარ და მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი გადაცემაში სტუმრობისთვის გაიხარეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე ტელეპლუსის ეთერში და დასასრულს ვიტყვი რომ კიდევ ერთხელ გამოვიდები ჩვენი ტელევიზია არის ობიექტური და მოგიწოდეთ თავისუფალი ტელევიზია ყველაზე მთავარია მოგიწოდეთ ყველას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის